საავტორო უფლებების დარღვევა და სასამართლო დავა კახა ფხაკაძემ მერი კაიკაციშვილსა და გამომცემლობა გლობუს უჩივის. ფოტოგრაფთა ასოციაციის თავმჯდომარის ფოტოები დაუკითხავა და გამოყენებული კრებულში გამოცემის გარეკანიც ფხაკაძის ფოტონამუშევრებითაა გაფორმებული. სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი ორშაბათს გახდება. დედის სამზითო საჩუქარი რჩევები ახალ დაქორწინებულებს მშობლებისგან. სწორედ ეს წიგნი გახდა ფოტოგრაფთა ასოციაციისა და წიგნის ავტორის სასამართლო დავის საკითხი. ფოტოგრაფი კახა ფხაკაძე წიგნის ილუსტრაციისთვის მისი სურათების გამოყენებისთვის ავტორს 80 წლის მერი კაიკაციშვილს უჩივის. წიგნის მაღაზიაში აღმოვაჩინე სქელტანიანი წიგნი სახელწოდებით დედის სამზითო საჩუქარი ქალბატონი მერი კაიკაციშვილის ავტორობით, რომლის პირველ გვერდზე იყო შევნიშნე ჩემი ფოტო, ჩემს მიერ შესრულებული ფოტო და შიგნით წიგნში კიდე იყო ორი ფოტო. ჩემს მიერ შესრულებული სამი ფოტო, გამოფენაზეც იყო შესაბამისად და ნუ ახლა ამ გამოფენიდან გამოვინაცვლა წიგნში, ისე რომ მე ჩემს არაფერი არ უკითხია. წიგნის საბაზრო ფასი 65 ლარია და იგი 1000-ობით ტირაჟით გამოიცა. წიგნის მაღაზიებში აცხადებენ, რომ სახელმძღვანელო ახალ დაქორწინებულებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მას შემდეგ რაც წიგნი დავის საგანი გახდა, იგი გაყიდვიდან ამოიღეს. ბატონი კახა ფხაკაძე არის საქართველოს ავტორთა საზოგადოების წევრი. მისი უფლებები კანონით დაცულია, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონით. ფაქტი დადგენილია, აი ეს წიგნი დედის სამზითო საჩუქარი სასამართლოს გადაწყვეტილებით ქსელიდან უკვე ამოღებულია. ერთ-ერთი რომელიც გარეკანზეა გამოტანილი, ეს წარმოადგენს ამ წიგნის სახეს. ანუ გარკვეულად წიგნის ყიდის არის ფოტოგრაფიული ნამუშევარი. 25,000 ლარიას თანხის დაახლოებით ის რაოდენობაა, რომელსაც ფოტოგრაფის საავტორო უფლებების დარღვევისთვის წიგნის ავტორს თხოვს. დედის სამზითო წიგნი, ასე ქვია წიგნს, რომელიც დავის საგანი გახდა. ჩვენ თბილისის ყველა წიგნის მაღაზიაში ვიყავით და ეს ერთადერთი ეგზემპლარია, რომლის მოპოვებაც შევწელით. ფოტოგრაფთა ასოციაცია ავტორთა საზოგადოებაშია გაწევრიანებული. კახა ფხაკაძის უფლებებს სწორედ ავტორთა დამცველები იცავენ. დღეს პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესი დასრულდა. იმპერას ხელმძღვანელი გერასიმე ლუარსაბიშვილი ამბობს, რომ ფხაკაძის მხარეს კანონია. მე ვაფასებ შანსებს იქიდან გამომდინარე, რამდენად დასაბუთებული იყო ობიექტურად მინდა რომ შევხედო, თუმცა ძალიან ძნელია რომ ვიყო ობიექტური. მაინც ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, რომ ამჟამად მე ობიექტური ვარ, როცა ამას ვიძახი. ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა იყო სამართლებრივად დასაბუთებული. მეორე მხარეს ემოციები ჰქონდა და დასაბუთებული სამართლებრივად არ იყო. მოწინააღმდეგე მხარეს კი არგუმენტად სხვა სიმართლე აქვს. წიგნის ავტორმა სურათები საქორწინო კაბების სალონ მარიგოლს სთხოვა. სურათები ფოტოგრაფმა სწორედ ამ სალონის შეკვეთით გადაიღო. მარიგოლდმა გადასცა ქალბატონ მერი კაიკაციშვილს. თავისი წიგნში გამოსახენებლად სამ სურათზეა საუბარი. აქედან გამომდინარე იმის მტკიცებულება ფხაკაძის მხრიდან, რომ ეს იყო მითვისება მერი კაიკაციშვილის მხრიდან, რეალურად გამორიცხულია. წიგნი გამომცემლობა გლობუსში დაიბეჭდა. ფხაკაძის წიგნის ავტორთან ერთად გამომცემლობასაც უჩივის. სასამართლო პროცესი რამდენიმე საათის წინ დასრულდა. მოსამართლე საბოლოო განაჩენს ორშაბათს 5 საათზე გამოიტანს.